მოგეხსენებათ, რომ ის საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო რბილად, რომ ვთქვათ, აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარდება პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და რომლის შედეგები შემდეგ პროექცირდება მთელს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს გარკვეულწილად, არა, დიდწილად აქვს იმაზე მეტი დარტყმითვა და მნიშვნელობა, ვიდრე შიდა პარტიული ინტერესია. ნაციონალურ მოძრაობაში მე მჯერა გაიმარჯვებს ღირსება, გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს თანამედროვე მიდგომა, გაიმარჯვებს პროგრესი და ეს ყველაფერი გაიმარჯვებს რეგრესზე, გაიმარჯვებს არაფორმალურ მმართველობაზე, გაიმარჯვებს არაფორმალური მმართველობის შემოტანის ცდილობებზე პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესებში, ზოგადად ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაში და ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველთა დიდი ნაწილი მე მჯერა მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალში უკვე მოემსახურება ქვეყანაში სწორად პოლიტიკური პროცესების წარმართვას და მიხარია, რომ დღეს ვარმე ზუგდიდში, მაქვს შესაძლებლობა შევხვდე ზუგდიდთა თანამებრძოლებს, თანამოაზრეებს და ვისაუბროთ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მე მჯერა აწუხებს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებს, ხარდაჭერებს, არამედ ყველა იმ მოქალაქეს, ასეთები უმრავლესობაში ვარ საქართველოში, ვისაც სურს ცვლილება. დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, დიდი პოლიტიკური ცვლილებები დადგება ახლა ჯერ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და შემდეგ ფართო საზოგადოებრივ ერთობის ფორმატში დადგება უკვე ქვეყანაში და დამარცხდება ოლიგარქიული რეჟიმი ბიძინა ივანიშვილის სახით.